დღესობრივი განათლება რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე მე მგონი ფაქტობრივად ყველავთან ხვდებით და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვწმუნდებით და ნაკლებად საკამათო ხდება ეს ამბავი. დღეს დღესობრივი მომწიფების ერთ-ერთ მთავარ მოვლენაზე პირველ მენსტრუალურ ციკლზე ვისაუბრებ და გეტყვით ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც უნდა იცოდეს მშობელმა ამ თემის შესახებ, რათა ადეკვატურად მოამზადოს თავისი შვილი აი ამ ეტაპისთვის. პირველი მენსტრუალური ციკლი, მისი ბიოლოგიური და სოციალური მნიშვნელობით ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ყველა გოგონას ცხოვრებაში. ეს ის დრო არის, როდესაც გოგონა ხდება უკვე ქალი და ის უკვე მზად არის ორსულობისთვის და შვილის გაჩენისთვის. სამწუხაროდ რეპროდუქციული ჯანმრთელობა ის თემაა, რომელიც ტაბუირებულია, ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ხშირია ხოლმე გოგონებში ასე დროს სამწუხაროდ შიში, სირცხვილი და არასწორი განცდები უყალიბდებათ ხოლმე, იმიტომ რომ საზოგადოების მხრიდან არ არის სწორი დამოკიდებულება და ჩვენ, რა თქმა უნდა, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, იმისთვის რომ აუხსნათ ადამიანებს, რომ ამაში არაფერი არც სამარცხვინოა და არც ცუდი ხდება არაფერი პირიქით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში. დოშირები და ამიტომ რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე სასაუბროთ სტუმარი მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში გალბატონი ეკა თედოზაშვილი, გინეკოლოგი და მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. რა ხდება გალბატონო ეკა, რატო არის ასეთი უცნაური დამოკიდებულება ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? მოგესალმებით პირველ რიგში. იცით რა მდგომარეობაა საქართველოში ალბათ და ბევრ ქვეყანაში ალბათ პირველ რიგში მშობლებისგან უნდა დავიწყოთ განათლება. მშობლებს უნდა მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია რა არის ეს პირველი მენსტრუალური ციკლი, რა დროს ყალიბდება, როგორ ყალიბდება, მას დროს ჰიგიენა და მერე იქნება რა თქმა უნდა ბავშვებთან ეს საკითხი მიღებული. პირველ რიგში თვითონ მოსახლეობამ არ იცის და ეშინია ამ საკითხის, ემალება, არც ინფორმაციას ცდილობს არ მიიღოს. იცით რა არის ახლა ჩვენი მენტალიტეტი ალბათ პირველ რიგში. იმიტომ რომ ვესაუბრები მშობელს, არ ვიცი როგორ უთხრა, რანაირად, იმიტომ რომ მოყავთ ბავშვები მიღებაზე 12-13 წლის, შეშფოთებული რომ თქვათ მოუვიდა ციკლი, დარღვევა არის, მაგრამ არ იცის ამას როგორ გაუმკლავდეს და თვითონ ეშინია მშობელს. საერთოდ არ არის ინფორმირებული, თითქოს ქალს ეს თვითონ ეს გზა არ გაუვლია. და მიკვირს ხოლმე ხა როგორ ქალმა რომელსაც თქვათ არის 30-35 წლის, როგორ შეიძლება 12 წლის გოგონას ვერ აუხსნას რა არის ეს და როგორ მივხედოთ ამ საკითხს. რეალურად ბავშვი ხო ამისთვის მომზადებული უნდა იყოს, ახლა როდესაც ბავშვმა არ იცის რა ელოდება და ხედავს ამ პირველ მენსტრუაციას, ხო, შოკია მისთვის, ხო? და ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა არის, რომელიც მერე მის ჯანმრთელობაში და მის ფსიქიკაზე აისახება აუცილებლად, ხო, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ამის გამო რომ ბავშვი არ იყო მომზადებული ინფორმაცია არ ქონდა, ხო, ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და ამას მერე მოყვება ხოლმე ძალიან ცუდი და არასწორი შეფასებები თანატოლების მხრიდან, ბულინგი, დაცინვა და რაღაცა სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება ხოლმე მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვს უბრალოდ ინფორმაცია არ ქონდა ამის შესახებ. თუმცა ახლა ჩვენ მშობლების აღვზრდებათ ამ გადაცემაში ნაკლებად გამოვდგებით, ალბათ უფრო სწორი იქნება ბავშვებს მშობლებს უთხრათ ის პირველი ნიშნები, რაც მიგვანიშნებს პირველი მენსტრუაციის მოახლოებას, დაწყებას და რა უნდა გავაკეთოთ და რა არის ეს ნიშნები. კი ბატონო, აი მოკლედ გეტყვით, შეიძლება თემატიკასთან არ არის, მაგრამ ჩვენი ნებისმიერი ჯანმრთელობის საკითხი იწყება ჩასახვის პირველი წუთიდან. ამიტომ ჯერ პირველ რიგში მშობელ დედას უნდა ურჩიოთ, რომ სწორად წარმართოს ორსულობა, დაგეგმოს და დროულად გააჩინოს პრობლემების გარეშე. იმიტომ რომ გოგონების ჯანმრთელობა არ არის ის ერთ დღეს პუბერტადულ პერიოდს მიაღწია და დაირღვა ეს ჯანმრთელობა. სხვადასხვა ასაკი არსებობს ასევე, ანუ ძირითადი ასაკი არის სადღაც ესე 12-დან 14-15 წლამდე, ეს ითვლება ნორმად, როდესაც ჩვენ უნდა ველოდოთ მენსტრუალურ ციკლს, მაგრამ მანამდე უკვე 4-5 წლით ადრე არსებობს პირველი ნიშნები. ეს მკერდის ცოტა სიმაგრე, ტკივილი, თმიანობის წამოსვლა სხვადასხვა ადგილებში, მეორედი სასქესო ნიშნების, დიახ, და ასევე ვუყურებთ ხოლმე ამ ნიშნებს და უკვე ვიცით, რომ 4-5 წელიწადში გოგონას უნდა მოუვიდეს პირველი მენსტრუაცია. აქ სხვათა შორის კლიმატზეც ძალიან დამოკიდებული არის ეს სიტუაცია, ანუ ძალიან ცხელ ქვეყნებში იქ ვარირებს 11-დან 14 წლამდე, საშუალოზე 12-14 და ცოტა ცივ ქვეყნებში შესაძლებელია 13-დან 17 წლამდე ველოდოთ მენსტრუალურ ციკლს. ეს არ იქნება დარღვევა. ამიტომ მშობლებიც უნდა გავაფრთხილოთ. არიან მშობლები, რომელიც პრაქტიკულად არ კითხულობენ და არიან მშობლები, რომელიც ძალიან
დაჯინებით კითხულობენ და პირიქით თუ კი არ მოუვიდა ციკლი, შეიძლება ზედმეტი ზომებიც მიიღონ ამასთან დაკავშირებით. თვითნებურად, დიახ, მისცენ რაღაც ჰორმონალური მედიკამენტები და ასე შემდეგ, რომელიც სრულიად დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებით. ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ყოველთვის ხაზს უსვამთ ხოლმე, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გოგონების, არამედ ბიჭების ინფორმირებულობას, ხო? მათაც უნდა იცოდნენ მათ თანატოლების ორგანიზმში რა ხდება. რამდენად მიგაჩნიათ სწორად ბიჭების ინფორმირებაც ამ? აუცილებლად ვფიქრობ, რომ ოჯახში ეს გოგონები იქნებიან თუ ბიჭები, აუცილებლად ბიჭის აღზრდაც უკივენაირად უნდა მიმდინარეობდეს. რა არის ქალი, რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს ბავშვები ერთად სწავლობენ, სკოლაში ერთად ურთიერთობენ, ინტერნეტში არიან და ამიტომ არ უნდა იყოს ეს მათთვისაც გასაკვირი ამბავი და რაღაცა დასაცინის და ასე ვთქვათ, კიდაც ბულინგის და ზეწოლის ხასიათი არ უნდა ქონდეს ამას მოზარდების მხრიდან.